გამარჯობა ლაშ გამარჯობა ცი როგორ ბრძანდები კარგად ერეკლემ ისე ჩაგვიტყა ლაშ უნახე ხურჯი რა მერყა აურა და ენერგეტიკა დაიწყეთ გადაცემა რა თან ერეკლე ამბობს ენერგეტიკებზე არ მელაპარაკო ანუ ართulis რა ენერგეტიკი არა და ერეკლე ჩვენი ოპერატორი მე მონტაჟე ძალიან კაი ადამიანია და უზრდელურ სიტყვებს ხო ჩვენ ყავს ძალიან მაგარი კისკისი გვესმის ჩემი გოგონა მე წარვადგენ თუ შეიძლება სულ შენ წარადგენ ხოლმე ხო კაი ხო გოგონა ყველაზე ფერადი და ყველაზე ცუნცუნა და ყველაზე საყვარელი და ტკბილი ნინანო სავიცკაია წეროძე სავიცკაია ხო თუ წეროძე სავიცკაია ბოდიში მაბატი ყველაზე კისკისა და მხიარული ნინანო ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ რა მეც მიხარია თქვენთან ერთად რომ ვარ ხო იმდენი ხანი ველოდებოდით ჩვენს სტუმრობას ჩვენს ეპიზოდებში რომ ჩვენ საერთოდ აი თავიდანვე თავში გქონდა აი ის როდის მოვა მაგრამ ისე ეწყობა ხოლმე რომ ყველაფერი რომ ძალიან ერთნაირი არ იყოს სულ ვცდილობთ რომ სულადად იყოს სამბები და ძალიან გვიხარია მოკლედ რომ მოხვედით მე ძალიან მიხარია და გელოდებოდით აი ეხლა ვიქნები ეხლა დამიძახებენ ეხლა დამირეკავენ აჰა რა როგორც იქნა ის დღეც დადგა შტანგრილ დღეში შტორმში საოცარი დღე არის შტორმი ნამდვილად მაყურებელსაც ვინო დავლიოთ მე დაშენებ უთხრათ ნინანო არის მსახიობი ასევე გახმოვანების მსახიობი და არაერთი ფილმიდან მულტფილმიდან დოკუმენტური ფილმიდან სხვადასხვა რეკლამებიდან არ მინდა ხა ის რეკლამები ვთქვა იმიტომ რომ რეკლამა გამოდის რომელი რეკლამებიდან რომელიც ყავთ ეს ადამიანი მოკლედ და დარწმუნებული ვარ რომ ამ ეპიზოდის შემდეგ გულშიც ჩაგივარდებათ იმიტომ რომ ძალიან რთულია შენთან ერთხელ კომუნიკაცია მაინც და აი გულში არ მოხვდება არ შეგიყვარდე არ სიყო ისა ჩვენ აი როგორ როგორც დამაბარე ხო სწორად თქვი ხო სწორად აი ეს გადაცდომა ხო არ მაგრამ ამბავი არის ეგ მაყურებელს რო უთხრა რა რომ ხშირად ხდება ჩვენთან რომ ბევრი სტუმარია ვისაც ვაქებთ მაგრამ ანუ რეალურად განმარტავ რომ ჩვენ ამ სტუმრებს კი არ ვეტენებით ანუ მართლა ჩვენი მეგობრები არიან მართლა ძალიან გვიყვარს მართლა ნახევარი ცხოვრება თუ არა ну ცოტა ნაკლები ერთად გვაქვს გატარებული და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლეგიტიმურია ხოლმე ეს ჩვენი ქება და არ არის შეტენვა ხო ესეა კი ერთ-ერთ ეპიზოდზე ზუიაძე დაგვიწერეს ეხლა ციკო იხსენებდა ლაპარაკს რა ყველა გიყვარს შენობით რატო ელაპარაკებოდით ზუიაც ცოტა ეს ზუიაც რო თქვენობით ველაპარაკებით ეხლა ხვდები როგორი უხერხული ანუ მეგობრები ვართ რა კამერის მიღმა ცხოვრებაში ბატონო ზუიად როგორ ბრძანდებით რომ ველაპარაკებთ ხო მაგარი უცნაური მე და ზუიადი თითქმის ну ახლოს ვართ ასაკეთ ხა არა ერთი ასაკის არ ვართ არ დამიძახოთ ხა ქალბატონო ნინანო მართლა თავი მოგკლა ერეკლემ წეღან როგორ მოგმართოთო და ну არ მინდა ქალბატონო ნინანო ქალბატონ მოკლედ ხო და ამის მე გაგრძელება მინდოდა შენი საუბრის რომ ახე ისეთი ოჯახური საქმეა მოკლედ ეს გახმოვანება რა იმდენად ერთად ვცხოვრობთ და თანავცხოვრობთ იმ 2 კვადრატ სტუდიებში რაც გვაქვს ხოლმე გამოყოფილი და ბუტკებს გარეთ კი აი პირადი სივრცეც დარღვეული გვაქვს ისე ახლოს სხედვარს და იმდენი ხანი თანავცხოვრობთ მოკლედ ამ ფილმების გახმოვანებაში რომ ძალიან რთულია რომ არ დაუმეგობრდე შენს პრინციპში ალბათ არ არსებობს ჩვენ შორის გულისხმობა იმ დიდ თიმს შორის რა თემა რაზეც არ გვისაუბრია ანუ არ არსებობს ჩვენ შორის სირცხვილი არ არსებობს მორიდება არ არსებობს სტანდარტები რაღაცა საერთოდ სხვა ცხოვრება გვაქვს და ეს იმიტომ დავაკონკრეტა მეგობრებო რომ არ ვეტენებით ერთმანეთს მართლა გვიყვარს და მართლა ძალიან ერთად ვართ ყველა კი ნამდვილად გახმოვანების პერიოდში სუპირველად ლაშა ხო მე და შენ რო დავსხედით. აჰა. და რა მახსოვს იცი? რაღაცებზე ბრაზდები ხოლმე რა გახმოვანების დროს რა. ანუ ხან ტექსტი არ მომყვება, ხან ნუ რაღაც ხო ხდება ეგ გადამიბრუნდა ერთხელ, გადმომიბრუნდა მეორეჯერ თუ რაღაცა და ნუ აი ძალიან ვიგინები. სართულებიანს 14 ბოდიში. ხო და ნუ ვაშა რაღაცა ვიცი რა ჩემი ასაკის არ არდება ბოდიში მაპატი ხო უღერხულად გამომიტრიალდა და მე მიხადა ბოდიში რომ ბოდიში და ლაშა რა უშავს მე დეიგინა რა ეს ამბობდი პირიქით მაგით გურძნობ რომ მეთქი ხო იქ არ სადაც უნდა ვიყო სწორ ადამიანთან ხო ნინანო ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო თემა რა შენთან დაკავშირებით
პირველ რიგში მინდა რომ ლაშამ დაიწყოს გახმოვანების მხარე, იმიტომ რომ მე და შენც ბევრად გაგვეხმოვანები ერთად და არაერთი ძალიან საინტერესო ფილმიც მათ შორის. მაგრამ რაღაც შენ და ლაშას უფრო მეტი დრო გაქვთ. მე და ნინო პაძელნიკები ვართ იმენა გახმოვანებაში. თითქმის ყოველდღიური ხა და მე გადავიდეთ შენს საყვარელ რეჟისორზეც და ჩემს საყვარელ რეჟისორს. კი, ბევრი კაი ესე მგონია რომ ერთი ყავს. მე მაინტერესებს მე და შენ ახლა უკვე იმ გადაკვეთაში შევხვდით ერთმანეთს, უკვე დაწყებული, ჩამოყალიბებული დიდხნიანი გამოცდილებებით და შემდეგ გადავიკვეთეთ რაღაც პროექტებზე. მაინტერესებს საიდან დაიწყო შენი პირველი შეხება გახმოვანებასთან დაკავშირებით, რატო დაინტერესდი, როგორ დაინტერესდი როგორ მოხდი? ასე შემდეგ. სამსახიობო რო გაქვს დამთავრებული? კინოსამსახიობო, ხო. კინოსამსახიობო. კინოსამსახიობო ჩავაბარე რეზო ჩხეიძესთან და აი ესე იწყება ჩემი დაკავშირება გახმოვანებასთან. როდესაც წლის ბოლო მოდიოდა და რაღაცა უნდა დაგვედგა. რაღაცა ხო რომ გაგვეჩვენებინა და რაღაცა ნიშნები დაეწერათ თუ რაღაც ქულები და შეფასება გქონოდა ასე ვთქვათ. მე ამას ბატონი რეზო იღებდა კამერით. და რაც თავარია ოპერატორის ხოთა შორის სერიოზული ოპერატორი მიშა ბედნიკოვი მოდიოდა რაღაცა და პატარა ბიჭები მოდიოდნენ ხოლმე რომლებსაც ეჭირათ ბუმი ხო ხდება და გახმოვანებს და რაღაცა მახსოვს მე პირველი შეხება მიკროფონთან აი ყურსასმენებთან და აი ესე რომ რაღაცა ჩამეწერა იყო ვიყავი 19 წლის და ჩავწერე რეკლამა ეს ხდება რა რეკლამა იყო ხო არ გახსოვს რისი რეკლამა იყო აი მე აღარ მახსოვს რაღაცა სალფეტკის ხელსახოცის ბოდიში ხო ხელსახოცის რეკლამა იყო და რა მახსოვს იცი წავედი პლეხანოვზე იქ რაღაცა პატარა საყვარელი სტუდია იყო იქ ჩავწერე და იმ დღესვე გადამიხადეს 30 ლარი და ეს 30 ლარი იყო დღევანდელი 300 ლარი. რამდენი წლის ამბავს ვამბობ, იცი? 24 გამოხვედი. წლის ამბავს გეუნებით. 2000-იანების დასაწყისი რა. ხო. და აი უბედნიერესი ვიყავი, თან გამოვიდა მოეწონათ. ეს იყო რაღაცა პირველი, ვაიმე თან პირველი ის შენი ხმით იშოვე ფული. და რაღაცა რო დაგბურძგლავს ცოტა და რაღაცა თქვენი ხმა მოგვეწონა და რაღაცები მიხავს. შემდეგ ინსტიტუტში დავით ჩოკოლაშვილი თუ ხო იცით და ყველა მიცის ზუსტად ვიცი ჩემი მეგობარი მან მითხრა რომ ესე კორიდორში შევხვდით ერთმანეთს რა ინსტიტუტის და ინსტიტუტში რა იცი რა არისო ინტერნიუსი იყო ასეთ სადაც გახმოვანოთ და წამოდიო ეგებ და მოვსინჯოთ ნახოთ რაღაცა წავედი მართლაც და დოკუმენტურებს სუპირველი ანუ აი ესეთი სერიოზული იყო რომ დოკუმენტურებზე დამსვეს. არა და ძალიან რთულია პირველად. მე გავიზარდე ლევან ყოჩიაშვილთან ერთად. მერაბ ჭიქაშვილი, მახო აბულაძე, მერაბ შარიქაძე. ანუ კლასიკა ხალხი ჩამოთვალე ეს პარტნიორები მესხდნენ გვერდით. ხა მე ისე ნერვიულობდი, ისე განვიცდიდი ამ პრობლემებს და განკარგებდი, ვაიმე თქვა არ ვიცი ესეთ ხო. ვაიმე რა ვქნა რა მეშველება რაღაც და მერაბ შარიქაძესთან ყველაზე მეტად მეშინოდა და ნერვიულობდი. ნუ ბატონ მერაბი ეხა ანუ მე ვიცი ის ლეგენდები მაქვს გაგონილი და ისტორიები რომ უბრალოდ უტოვებდნენ ჩაწერაზე გადიოდნენ ხმის რეჟისორები და ადამიანს არაფერი არ ეშლებოდა მთელი საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმის გახმოვანებისას ჩვენთანაც იყო აჭარანეთში და ჩემთან რო იჯდა ხოლმე ბატონი მერაბ შარიქაძე ეხა დავუძახებ ბატონს ხო მეც კი გვეკუთვნის ამ შემთხვევაში ხო და აი რო იჯდა ხოლმე თქვა თუ მოხდებოდა რომ ერთად მოვხდებოდით სტუდიაში მახსოვს რომ ანუ აი ტკბებოდი აი ეს მიდიოდა და მე ასე ვიხედებოდი და ტკბებოდი მარხატის საოცარი მაგის გახმოვანებულ ფილმებზე მართლა გავიზარდე დოკუმენტური ფილმები მე ძალიან მევასებოდა ძალიან სულ მაგას ვუყურებდი ეხაც მიყვარს და ნუ მერაბის ხმა არის ტოპ რა განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმებში შენ წარმოიდგინე აი ამ ასეთ ადამიანთან ერთად როცა ხარ დამწყები რა ხარ წინადადებას რომ უცბად ვერ გაიტან ბოლო წევტილს ვერს 1000 ბოდიში
აუ შენთან წარმომიდგენია ეს რამდენ ბოდის მოიხდი ჩავარდებოდა მუხლებში დაპატარდებოდა იმე შენ როგორი ემოციური ცხარე ვიცი თან ნერვიულობ განვიცდიდი მაშინ პატარა ვიყავი თან აი ამის ანუ მერე უფრო მეტად ნერვიულობდი კიდე მოვდივარ და ანუ მაშინ მოიწამლე მოკლედ პირველად მაშინ მოვიწამლე პირველად გახმოვანებით და მე მოდიხარ და არაერთი ნუ მაშინ გავიცანი მე არ ვიცნობდი ზანდას გალობლიშვილს სოფოცინცად არაჩვეულებრივები დიკო გიჟდების ყველაზე ძალიან არაჩვეულებრივი გოგოები არაჩვეულებრივი გოგოები ნაწილი ყავდა კიდეც ჩვენთან ეპიზოდებში ნაწილს აუცილებლად მოვიწევ და აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს ნუ გავაცნობთ რა მოკლედ ჩვენთანაც იქნებიან ნუ რა საკვირველია ბევრად ადრე ქონდათ მათ დაწყებული ანუ მე მათი შვილობილი ვარ ასე ვთქვი ხო მათ და მე გადაიყარე ნინა შადურს ხო სად გადაიყარე ნინა შადურს ანუ სად დაგითრე იმიტომ რომ როგორ ჩვენ ყველა პოდკასტში ვახსენებთ ნინას დათრეულები ვართ ბჭყალებში ასე ვთქვათ ჯარგონულად ნინა შადურის დღემდე მეშინი აუ იმ დღეს იყო უნდა მოუყვე გამბავი გუშინ თუ გუშინ წინ ბრაუში ვართ რაღაცას ვახმოვანებ და ნინამ კასტინგზე უნდა შემოხვიდეო ფილმების კასტინგი ერთ-ერთი როლის კასტინგია რა ეხლა კინოთეატრისთვის კეთდება დუბლირება და ეს უნდა შევიდეს და ეხლა უნდა შევიდეო და ძალიან მეშინია რო არ მეჩხუბოს იმ ქალმა რო გამოვიდა როგორი ამაყი იყო იცი რა მითხრაო თან დაბლებში რომ ელაპარაკება ხოლმე ეს აღადაობა იცი რა მითხრაო სამაყო გოგო ხარო ყოჩა იყო ძალიან შემაქო პირველად შემაქო აი ასე რომ არ მეჩხუბა არ შემომივარდა კაბინაში შიგნით აი პირდაპირ მიშოლა არ შემომივარდა იმიტომ რომ აი სრული სერიოზულობით განვიცდიდი. ახლა რაღაცა ცოტა გამეხსნა და ნინო. დავიძახე ხოლმე რა. ოპა, ხო, უკვე თამამად არის რა. ცოტა გამეხსნა. კი, იმიტომ რომ ყველა რეჟისორს და ნინას ანუ მე მომწონს. არა, ძალიან სწორად სწორი ხაზით მიყავ და გასწავლის. კი. დუბლირება კიდე სხვა რამე არის. voice over-ი კიდე სხვა რაღაცა არის და კი, ჩვენ მაყურებლებმა უკვე იციან ვუთხარით რა განსხვავება და ნელ-ნელა განვანაცვლე. უაღარ იმას ვქნა რა ქვია. გავაბრუო ეს მაყურებელი და ნინომ ძალიან ბევრი რამე მასწავლა რა. ძალიან ბევრი რამე მასწავლა. ვაბრაზებ. აჰა. ვიცი ისი არ ვუკეთებ როგორც უნდა ხოლმე და არ ვაკეთებ. შენაირი ხმა იცი რა სიზამდა ესე ნუ აუქნა იცი არის ისეთი ცოტა მინდა ხოლმე რა გოგო ვიყო აუ ხო ამას უნდა ხო არა და რა ბასები აქვს და გიხდება პატარაც საოცრად ბასები და ხანდახან ისე წვრილში აქვს ხოლმე ჩამოდი ქვემოთ არ გინდა სულ ეგ არის მე ისე მომეწონა ჩვენი საუბარი რა როგორც ყოველთვის ჩემი რეიხები კარგად დაატრიალე ესე კარგად ნინანო შენც გაქვს რაიხები ნახე რა გემრიელია ვიცი და ჩემი ძლია რო აი უკვე შეგიძლია ნინანო ზუდებს ეს რეიხები მოკლედ რაც მოვედით არ გავასინჯეთ იმიტომ რომ პირველი რეაქცია გვინდოდა მართლა გადაცემაში რომ როგორ მოგეწონება რა ეგ გასინჯა და მე გაგიცვლე ხო რეიხები არის 5 გემო უკვე კი უკვე 5 გემო ეს არის მე-5 ხახვი და ყველი და ჩემი აზრით ყველი ნინანოს რაც აქვს და ხახვი და ყველი ყველაზე გემრიელია. ასწორებს, აი დედას ვიცაო გულწრფელად. მე ძალიან კაი ღვინო მაქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი არ არის, ვერ ვიდებ მაგ ღვინოს. ჩემო შვილო. მაგრამ აი მივაყოლებ, მისაყოლებელია. იოანე. გადმოდი დედა. მორჩა შენი ჩიფსები. მორჩა დამთავ. აი. ამის ნებას დაგრთავ, დედა. გეხვეწა. მოკლედ, ხო, ანუ მინდა გითხრა როგორც მაშინ ახე როგორც მშობელს ისე გეტყვი რა, რომ არ შეგეშინე. შენთაც კი მიხვდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საოცრად. მიხვდებოდი. ანუ კრისპები არ არის Z-ში შემწვარი, არ აქვს არანაირი კონსერვანტი, ანუ მართლა ძალიან ჯანსაღია, ანუ ხვება უზეთოდ და არ ვიცი, გემოზე კი მიხვდები მან ოსპიტაც გიდევს, ოსპიტარი კიდე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ეგ ყველის არის. აქეთ გვაქვს პაპრიკით, კიდე არის სელის მარცვლებით და ხახვი და ყველი ახალი გემო, ამას გაგასინჯებ, მე გავცვალოთ. აუცილებლად. მართლა ძალიან გემრიელია და ძალიან დიდი მადლობა კრისპის რომ ჩვენთან ერთად არიან. უღრმესი მადლობა და ჩვენ გვეამაყება ესეთი ქართული ჯანსაღი
კი, სწორი პროდუქტი, რომელიც არის ორიენტირებული სიჯანსაღეზე, მოკლედ და ეს რაღაც ჩვენი მიდგომა სნეკებთან მიმართებაში, რომ არის, მოკლედ, ჯანსაღი არ არის და რაღაცას გუნეებს, მე დისკომფორტები აქვს ყველა ჩიპს და მით უმეტეს რაღაც სნეკებს, აი ნული დისკომფორტი, პირიქით არის იდეალური. ეხა შენ სხვა თემაზე გადადი, მე არ მალაპარაკობ ბევრი, იმიტომ რომ მე მართლა მაგრამ შეა და ეხლა უნდა ვჭამო ეს ყველაფერი. კაი, ეხა მინდა ეგეთი რამე, სანამ გადავალთ ჩვენ სხვა თემებზე და შენს ისტორიას გავაგზავნებთ, არ დადო კრისპი. არა, თუ გინდა დადე თან და თან მიირთვი შეგიძლია. თან მიირთვი შეგიძლია. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდო. არა, ხო და უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩაგაგდოთ ეხა. კი, აუცილებლად. ბევრი კრისპი ჩაილაგე, ჩვენ გვაქვს ეგეთი ტრენდი რა. ჰა, პატარა რუბრიკა ტრენდი. ყველა ჩვენი. აუცილებლად. კი, ორივე შეგიძლია. ოკეი. რამდენიმე ჩაილაგე და გამოტანილი პირით უნდა გითხრას? გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. მაგრამ რას მირჩევ ხა? არაფერს არ გირჩევ, უნდა ეწამო, რა თქმა უნდა ეხა. არ დაგეხმარები არავითარ შემთხვევაში. რამდენიმე ჩაიტანა. ნახე, ეს როგორი თემა იცი? ხო იცი ძველ საბერძნეთში კენჭებს რო ილაგებდნენ. მეტყველება რო გამოსწორებდნენ. ჩვენ გინდა რომ უფრო გაგიუმჯობესოთ მეტყველება კრისპებით და ამიტომ მოკლედ კრისპები უნდა გავიგო. ეს რუბრიკა, დავაი, მიდი. ამ ბევრიც არა, ეხა ნუ მოიკლავ თავს, მაგრამ კაი გამოტანილი გამოიწერეთ voice-over-ები. დავაი, აბა როგორი მეტყველებ ეხა გამოტანილი კრისპებით, მაგას დავტესტავ. თუ დაღეჭე და გადაყლაპი აღარ გამოდის. ოკეი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ზეაგუთ. მუა. სასტრაფოდ. თუ ახალი მე და შენ ვიჭერავთ რა შვები როგორ ხარო გადაყლაპოს. თავი და კითხები არ მივაყავ. მაგრამ. ხო, მეც რა სწორად. მართლა ძალიან კაი ანა. რა გაქვს? სერის მასწავლე, მე ხომ მიყვარს სერის მასწავლე. ეს გასინჯა? გავსინჯე კი არა და ავიც ძალიან გასწორა. მე ხარა დაღეჭე რომ გადაყლაპო. დროზე რო გაგიცვალოთ არ გინდათ? კი, უნდა გავცვალოთ აუცილებლად. მე ყველა გემა უნდა გასინჯო. და სახლშიც უნდა გაგატანოთ თან აუცილებლად. შეგიძლია ქვემოთ ჩადო, ნინანო, არ არის პრობლემა, მე ვერ მოვათავსებ. აუ, მე სავიღებ რა ცოტას და ჩავდებ. თან შეგიძლია ჭამოაყოთ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. არ გვაქვს პრობლემა და ეხლა მე უნდა გადავიდე ძალიან მაგარ საკითხზე და ძალიან მაგარ თემაზე. ნინანო, იცი ვისი შვილია? მე კი. იცი? თქვენ თუ იცით? ხო. ნინანო არის უნიჭიერესი, უმაგრესი მსახიობის, რომელმაც არ ვიცი, ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩვენს ქართულ კინემატოგრაფიაშიც, ასევე ქალბატონი დუდუხანა წეროძეს შვილი ხარ, მოკლედ. და აი, ეგ ამბავი მოყევი რა, აი, როგორი ბებია იყო შენთვის, როგორი ადამიანი იყო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის. და რამდენად უყურებდი, აი, შვილიშვილის მხრიდან რა ბების. თუ იყო ინსპირაცია, ან მისაბაძი მაგალითი თუნდაც, შენი ინსპირაცია თუ იყო, რომ შენც მერე სამსახიობო კარიერა დაიწყე. აი, ზუსტად მაქედან გამომდინარე დავიწყე და სხვათა შორის ეხა ცოტა მოკლე იმას გავაკეთებ, ჩართვას გავაკეთებ და მე რაღაცა საინტერესო რაღაცებსაც მოგიყვებით მასზე. აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა, რა თქმა უნდა, დედა არა, მაგრამ ყველა დანარჩენი სანათესო რა გინდა სამსახიობოზე, რა ბერებდა რა გინდა სამსახიობო. სხვათა შორის ქალბატონი დუდუხანა. ნუ, ქალბატონი დუდუხანაც, ბებიაჩვენ. ბებია შენ ახსენე ხა ბებია შენ. და მეუბნებოდა რომ ნუ არა, ნუ აბარებ ამ სამსახიობოზე. არ არის ეს რაღაცა მარტივი, იოლი, ბევრი შრომა გჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ ბევრი რაღაცები იყო კიდე. და ბოლო ჩემი წინადადება იყო მასთან და ესეთი ის მქონდა რომ ვიცი რა თქო შენ გვარს კიდევ ერთხელ გავაგრძელებ მეთქი. აი ეს ვუთხარი და აი აქ დამთავრდა ჩვენი მე ერთმანეთის რაღაცა დაპირისპირება ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ იმ წელს რა წელსაც მე ვაბარებდი სამსახიობოზე. ჩვეულებრივად თეატრისა და კინოს სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ იმ წელს გაიხსნა კინოს სამსახიობო. ხო. ცალკე ესე. ხო, ცალკე, აი ხო და რეზო ჩხეიძე იყვანდა. და აი მან ვთქვი რომ არ მინდა მე თეატრისა და დრამის მინდა კინო. მინდა კინო.
ჯერ იმიტომ რომ თან გავიგე რომ ბატონ რეზოს აყავდა ჯგუფი და ჩემი ბაბუა რა ასე ვთქვით. გამერტო ნათელში ამყოფე. და ბატონ რეზოსთან ჩავაბარე, იმიტომ რომ ბებიასთანაც ქონდა რასაკვირველია ურთიერთობა, მაგდანას ლურჯა, ჩვენი ეზო. ეს ხადაი რომელი გამზარდობაში შენი საყვარელი როლი ბებიაშანის საყვარელი ლურჯა. მაგდანას ლურჯას უყურებდი ხშირად. საოცრება იყო და სხვათაშორის მე ბატონ რეზოს ვკითხე რომ რატო დაამთავრეთ ესე ბატონ რეზო მეთქი. ბოლოს როგორ მთავრდება ფილმი, ხო გახსოვთ? ვირს არც მე. რატომ? არ არის ეს, ხო? ისედაც ესე ციგნში ასე არ წერია. არა happy end-ია, ხო. მაშინ იქნებოდა ზღაპარია და ეს ფილმი უნდა ყოფილიყო და რეალური ცხოვრება. რეალური. კი ბატონ. რეალური ცხოვრება. ზოგადად რეალურ ცხოვრებას რო შევეხოთ, ხო, აი ძველი კინო, კონკრეტულად აი მაგ ეპოქის კინო, ახლა რაღაც ჩვენ საუბრობთ, ხო, შენგელაიას ფილმები, თუნდაც საბჭოთა კინო, ქართული საბჭოთა კინო, თქვა საბჭოეთში რაც ქონდა, განსაკუთრებით გამორჩეული არის რა თავისი ხარისხით, ხედვით, ეს ეზოპესენა, თუნდაც რო ავიღოთ ნატვრისხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ მონანიება მათ შორის, ხო, თუნდაც ანუ ეგ კინო იყო ის კინო ჩემი აზრით, რამაც იმდენად დიდი სათქმელი თქვა, რომ დღემდე მოყვება. რაღაცა სხვანაირ კინოს ვაკეთებდით ქართველები და უნიკალური ხაზი იყო რაღაც, ორიგინალური იყო. მაგარი იქნება თუ ოდესმე მივუბრუნდებით კიდე ეგეთ საავტორო კინოს და რეჟისორებს რა, იმიტომ რომ ყავდა ძალიან აი ხაზგასმულად სხვანაირი, თუნდაც კალატოზოვით რო დავიწყოთ და დავამთავროთ, მათ თავდება და ნუ შენგელაია, ეხლა მით უმეტეს ეხლა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ახლახან გარდაიცვალა. ხო, ასეთი რაღაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე აი ვერ აღვიქვამ რო შეიძლება რომ შენგელაია ნუ ცოცხლად აღარ არსებობდეს ამ სამყაროში, მისი ფილმები ყოველთვის იარსებებს. ესეა და მისი ფილმები იქნება რაღაც აი როგორც კალატოზოვი დარჩა და იქნება მთელი კაცობრიობის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ყველა ქართველის გულში ალბათ ვისაც კინო ოდნავ მაინც უყვარს და რაღაცა აი ძალიან ოდნავი ინტერესი მაინც აქვს კინოს მიმართ, ზუსტად ის იქნება შენგელაია უკვე ვთქვათ ეხლა. ხო და შენგან მაინტერესებს განსაკუთრებით იცი არის ისეთი ბებია ყავდა რა კინოსთან სხვათა შორის ხო დუდუხანა ძალიან კარგად მღეროდა მღეროდა თან აბსოლუტურად არაფერს შუაში არ იყო იმასთან რომ სამსახიობო კარიერა გაიგრძელებინა თუ ასე შემდეგ ძალიან კარგად მღეროდა მაგრამ იმიტომ რომ ძალიან საოცარი გაჭირვება გამოიარეს 27 წელს მამა დაუხრიტეს ხო მათი ჩემი დიდი ბებია პეპელა თათეიშვილი მარიამ გარიყულის და ეს ხუთი შვილით დარჩა მარტო საჭმლის ერთი თებში საჭმლის მიმწოდებელი არ ყავდათ აქედან გამომდინარე მოუწიათ რომ მარიამ გარიყულმა ისინი გადაიყვანა ბათუმში გურიიდან ბათუმში გადაიყვანეს და 14 წლის იყო ხანა რომ ითამაშა უკანასკნელ ჯვაროსნებში თუ გახსოვთ ეგ კი მახსოვს და აი აქედან დაიწყო მისი კარიერა კინოსთან მსახიობობა და ასე შემდეგ მან დაიწყო რჩენა ოჯახის ასე ვთქვათ პირველი იყო ეს პასუხისმგებლობა და თან ძალიან მცირე ასაკში როგორც მახსოვს მე რომ აქვს წაკითხული ძალიან პატარა იყო ასაკით ხო 14 წლის იყო სულ პირველად კი ბატონო და მან იტვირთა დედასთან ერთად მე რუსუდანი მისი და დანიშნები პატარები იყვნენ ნუ რასაკვირველია და მე გადმოვიდნენ წამოვიდნენ აქეთკენ და მე გახდა ეს 4 და საოცრება მე შექმნეს თავისი ეპოქა რომელიც მართლა დაუვიწყარია ნამდვილად ხმამაღლა შემიძლია ეს თქვა რომ შექმნეს თავიანთი დატოვეს გვარი და ხო კინოში ზუსტად აი მაგიტო ვამბობდი იმ კინოში რაც ჩვენთვის ხო ყველა ქართველისთვის ვისაც კინო უყვარს და ზოგადად საქართველოს უყვარს და სამშობლო უყვარს ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეგ კინო აი 37-იანი წლების შემდეგ გაკეთებული კინო ზოგადად ეგ არტისტები სხვანაირად თამაშობდნენ რეჟისორები სხვანაირად იღებდნენ და
ძალიან ბევრი იყო სალაპარაკო, იმიტომ რომ თუნდაც ეს ეზოპესენა რომ ჩვენ რაღაცების ლაპარაკი პირდაპირ არ შეგვეძლო და მალავდით, ზუსტად ეგ ხდიდა მაგ კინოს სხვანაირად მომხიბვლელს და კი, შეუძლებელია თან ახლა შენგელაიზე ილაპარაკი და შეუძლებელია არ გავიხსენოთ მაგის რამდენიმე ფილმი რა, რომელიც აი არ ვიცი, დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან გიყვართ და ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი არის ზოგადად ქართული ცისფერი მთები, ხო? მე იმდენად დაპატარავებული ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ იმდენად ბევრჯერ არის ძალიან კარგად განხილული ეს ფილმი, იმდენს ბევრი ულაპარაკია, რომ ეხლა მე ისეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ ხო, არა, ხო, იცი არ მე უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც რაღაცა და გაგვეხსენებინა გვესაუბრა ან ფილმზე, ან დაუშვათ რა ვიფიქრე, რომ აი მაინც იცი კარგი იქნებოდა, რომ რადგან ელდარმა დატოვა გაურობა და დაგვტოვა ძალიან გული მეტკინა სხვათა შორის ვიფიქრე რომ მაინც ქართულიზეც ვისაუბროთ და ქართული არის და თან მით უმეტეს ბატონ ელდარზე ჩემთვის ელდარ შენგელაია ზოგადად და ერთ-ერთი მართლა ყველაზე საყვარელი რეჟისორია ქართულ კინოში და ნუ ცისფერი მთები არის ხო ჩემი მიუხედავად იმისა რომ კინომცოდნე ვარ და მინდოდა არ მინდოდა ბევრი ფილმი მაქვს ნანახი შეიძლება სულ არ მინდოდა მაგრამ საჭირო იყო ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საყვარელი და ყველა დროის ჩვენ სივრცეში არა მხოლოდ მთელ სამყაროში ყველა დროისთვის ყველაზე აქტუალური ფილმია რა გულისხმობ თემატიკიდან გამომდინარე რომელიც აი არასდროს არ მოძველდება, ნუ განსაკუთრებით ჩვენთან დაკავშირებით ხო ისეა. კი, ნამდვილად, ანუ ჩემთვის როგორ იყო ისი ქართული ფილმები, ახლა ბავშვობაში ყოველთვის უყურებდი, იმიტომ რომ გადიოდა სულ ტელევიზორში და ახმა მაინც რაღაცა აი მაშინ ახლა რა თქმა უნდა შინაარს მეგეუბნები ძალიან პატარაობაში რა შინაარსისგან ძალიან დაცლილი იყო ჩემთვის, რასაც უყურებდი, უბრალოდ რაღაც სიუჟეტურად აღუქვამდი, მაგრამ მე ნელ-ნელა ზრდასრულ ასაკში რა, აი რომ გადავიმეორე კიდე ერთხელ ეს ფილმები, სულ სხვა თვალით შევხედე ამ ცისფერ მთებსაც, საერთოდ სხვა თვალით შევხედე ნატრის ხესაც, მონანიება კიდე საერთოდ სხვა ლეველია, შერეკილები, რომელიც არის, ანუ არა მარტო ჩემი აზრით ხელოვნების ნიმუში კინემატოგრაფიაში, არამედ მუსიკაც, საოცარი მუსიკა აქვს ამ ფილმებს რა. ანუ მაშინ მოკლედ არ ვიცი რაღაცა ეგეთი პერიოდი იყო მე მგონი რა, რომ აი უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც აი თელ თავის რესურს დებდნენ თან იმ რა პერიოდში ხო? ანუ რო გავიხსენოთ, მე არ მოსწრები ვარ, მაგრამ თავი გმირები. ხო? გიჟები, ხო, არაადეკვატური ხალხი. მაგრამ ეს ხო ესე არ არის. ხო? ისინი აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადასვლას, ანუ ზუსტად თავისუფლებისთვის იბრძვიან. ზუსტად. ხო, და ანუ აი ეგ არის ზუსტად ენა, რაც ქონდა ქართულ კინოს ამ კომუნისტების და პოსტკომუნიზმის პერიოდში, ჯერო თქვათ ბოლომდე განლეული არ იყო, რომ სოემ სიმბოლური აი ამ ეზოპესანით გველაპარაკებოდა და მაგიტო აი სუ იყო ხოლმე სევდა, რომ მე მახსოვს რა, რომ აი დღეს ამდენია სალაპარაკო, ხო, თუნდაც სოციალურ თემებზე, თუნდაც უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვების უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში და თითქოს კინომ რაღაცა ხმის ამოღება შეწყვიტა. როდესაც აკრძალული იყო და ჭირდებოდა და იყენებდა ამ ეზოპესენას, ხო, ბევრად მოქნილად აკეთებდა ამას და აი თითქოს რაღაცა იყო ხოლმე მახსოვს ბევრჯერ გვიმსჯელია რა ჩვენც აი უნივერსიტეტში თეატრალურში ბევრჯერ გვიმსჯელია რომ ანუ რატო ხდება რომ როცა ჩვენ ყველაფერზე ლაპარაკი შეგვიძლია ვეღარ ვლაპარაკობთ და მაშინ როცა რაღაცებზე ესე პირდაპირ ლაპარაკი არ შეიძლებოდა აი ამ ეზოპეს სიმბოლური ენით იმ რეჟისორებმა ისეთი ფილმები შექმნეს და ისეთი კინო დატოვეს, რომ დღესაც აქტუალურია, როცა ჩვენ შედარებით შეგვიძლია ლაპარაკი. ნუ ეხლა არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც შუალედში შეგვეძლო. ამას გულისხმობდა ცენზურა საერთოდ არ ქონია კინოს დიდი ხნის განმავლობაში ასე თუ ისე და იყო რაღაცა უფრო მეტი გასაქანი, რომ რეჟისორებს საავტორო კინო შეექმნათ, ხო? ხო და რაღაცა აი ამ თვალსაზრისით არის ძალიან უკეთესი. კი. და უკეთესი და ბევრი სხვადასხვა თემები მოგვაწოდეს მაშინ რეჟისორებმა რომლებიც დღევანდელ დღეს ნუ შეიძლება ჩემი შვილის ასაკის ბავშვებს არ აინტერესებდეთ მაგრამ მე მაგალითად ჩემი შვილის ასაკის როდესაც ვიყავი ხო 12 წლის
მაგალითად ხა მაგდანას ლუჯას რო უყურებდი ვტიროთ დღესაც მეტირება არ ვიცი ეთყობა მაგდანას ლუჯაზე არა ყოველი შემთხვევისთვის მაშინაც მაგდანას სამწუხაროდ ჩემი შვილი ვერ უყურებს მაგდანას ლურჯად თუ არ ვწდები კანზე იყო წარდგენილი ხა პირველი ფილმია და მიიღეს ხო და მაგდანას ლურჯა ბებიაც რო არ იყოს შენი ხო ჩვენთვის ანუ ძალიან ემოციური ფილმია თქვა ჩემთვის ხო არ არის ბებია შენი. ანუ ეს არ არის რაღაცა ეს სუბიექტური აღქმა ჩემი აზრით, ხო? აი ყველა ადამიანისთვის საქართველოში რაღაცნაირად ემოციური ფილმია და მეც არ მახსოვს მაგდანას ლურჯა მენახო აქამდე და სუცრემლიანი ვარ რა. და რა შეეხება შენი შვილის მაგროვზე ვერი კვანჯაფარიძე სცადა ეს. ნატა ვაჩნაძე, ოღონდ მაშინ ნატა გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში გახსოვს და მე მივიდნენ დოდოხანამდე. ხო. და არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთეს ნამდვილად. რასაც ამბობდი ახლა შენი შვილის თაობასთან დაკავშირებით, ყოველთვის არის ხოლმე რომ არა მარტო მაგ თემაზე რა, სხვა თემებზეც რომ ყოველთვის თითქოს ეს მომავალ თაობას რაღაცებში ვაკრიტიკებთ რა, ანუ აკრიტიკებენ, რომ აი ამათ ეს არ მოწონთ, ამათ არაფრის ინტერესი არ აქვს და ასე შემდეგ. ჩემზეც ეგრე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ შენ რო გადახედო შენს ბავშვობას, შენზეც ეგრე იყო და კი. და ყველა თაობაში ჩვენს რაღაც უფროს თაობას რაღაცები არ მოწონს რა. მე მესმის შენი გულის ტკივილი, ეგ იმიტომ რომ რა შენ ემოციები გაქვს, რა შენ მიჯაჭულობა გაქვს, რეებსაც სწავლობ, ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ახლა რა, რასაც ხას უსვამს ეს ჩვენი კინო, ანუ რაღაცნაირი დოკუმენტალისტიკაა ერთგვარი იმ პერიოდის გადმოტანილი დღევანდელ ჩვენ რეალობაში, რომ სწორად და კარგად აღვიქვათ, რომ ის ხალხი საცხოვრობდა, რაში ცხოვრობდა, რაში აღარ გვინდა დაბრუნება არასდროს და ეს იყოს რაღაცა დიდად და ხაზგასასმელი, მოკლედ ყველასთვის და მე მესმის შენი გულის ტკივილი, მაგრამ მე ხო ჩემ თავზე ვთქვი, ჩემ ბავშვობაში მეც რო უყურებდი, ეს იყო უბრალოდ რაღაც სიუჟეტურად აღვიქვამდი მხოლოდ. ანუ შინაარსისგან ძალიან დაცლილი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ იოანესაც საოცარი შვილი ყავს, მე ვიცნობ და ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ კი იცი. იოანესი სამლი გახმოვანებით. ხო, ეგეც ცალკე ამბავია და შვილის მომოტანა. კი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე როლი დუბლირების და ეგ არ ვიცოდი რა მაგარი. დარწმუნებული ვარ რომ იოანესაც და შენი შვილის თაობასაც აუცილებლად დადგება ის პერიოდი, როდესაც ჩემსავით კიდე ერთხელ გადაავლებენ თვალს ცოტას დასრულ ასაკში და იმ მომენტებს, იმ ასპექტებს მოკლედ ისე კარგად დაინახავენ და გაითავისებენ, რომ აი ჩემზე შეიძლება ბევრად მეტად და ჩემზე შეიძლება ბევრად უფრო მაგრად რა, იმიტომ რომ ხო, ჩვენი მომავალი თაობა ბევრად უნდა გჯობდეს ჩვენზე რა. ამიტომ ხო, ის ურჩევნია მამამ. მაგისტრის ჩნდებიან რა, უკეთესები იყვნენ ყველა გაგებით. კი, და ზოგადად აი მე რომ მეკითხებიან ხოლმე რა, რომ აი რომელი ფილმი, ანუ ჰოლივუდური ფილმი მოგწონს თუ აი რაღაც ევროპული კინო მოგწონს, ჩემთვის ყველას თავისი ადგილი აქვს. მე მარველის ფილმების ფანებიც ვარ, მაგრამ ეს კინომანები, რომელსაც უფრო კლასიკა ევასებათ, ძალიან დიდი დავა არის ახლა დღესაც მსოფლიოში, რომ მარველის კინო არ არის. უფრო სხვა ჟანრია, რომელსაც კინოს ვერ დაარქმევ. ვიღაცისთვის სპაიდერმენი შეიძლება წითელ კოსტუმში გამოწყობილი კაცი იყოს ელასტიკებში და სასაცილო იყოს იმის რაღაც ტუნაობები, მაგრამ ჩემთვის ჩემი ბავშვობაა ის რა. მე სპაიდერმენის ადამიანებობას ძალიან დიდი ფანი და გულშემატკივარი. და კი, მაგ სპაიდერმენიდანაც თუ გინდა რომ გამოიტანო შინაარსი და დაინახო რაღაც სწორი ამბები, იქიდანაც წამოიღებ მაგ ყველაფერს რა. მაგრამ ამის მიუხედავად რომ ბევრი ჟანრის კინო მომწონს, მე ძალიან ბევრი ჰოლივუდის რეჟისორი ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან. გიყვარს, იმიტომ რომ უყურებ. ჩვენ გვინდა არ გვინდა ვუყურებთ კინოს, ეს არის ამბავი და ცოტა აკუბარდიას სტუდია გამოვიდა. რადგან შენ მოგწონს მარველი, იმდენად ბევრი კარგი კინო გაქვს ნანახი, ეგ უკვე შენი გემოვნების და სიყვარულის ამბავია, თუმცა მე ზოგადად ძალიან არ ვარ მომხრე, რომ დამთავრება მინდოდა, ხო? დამთავრე და მე რა მეთქვი ხო? იმის მიუხედავად რომ ბევრი ჟანრი მომწონს, ჩემთვის ქართული კინო აი როგორც არ ვიცი რაღაც არ მინდა რატომაც არა რა, ანუ კი ძალიანაც პატრიოტი ადამიანი ვარ, დღეს რო აქ ვარ, მინდა რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაცა ელემენტარული გავაკეთო და ჩვენც რო აქ ვართ, უკვე ეგ ითვლება მაგაში, მაგრამ მე რო დღეს აი ამ ჩემი გამოცდილებებიდან ქართული კინო მიყვარს, ქართული ცეკვა მიყვარს და ქართული სიმღერა მიყვარს,
ცოტა შეიძლება ვიღაცებისთვის უცნაური იყოს ეს, მაგრამ არ არსებობს სამყაროში ჩემთვის კინო, რომელიც ქართულ კინოზე მეტად მიყვარს. იმიტომ რომ შენია. იმიტომ კი არა, რომ აი ნახე, მე მაგაზეც ვფიქრობდი რა, რომ იმიტომ ხო არა, რომ ჩემია და ძალიან ახლოს არის ჩემთან კულტურაში და ძალიან ის არის. მე ვეცადე რომ სხვა გადმოსახედიდანაც შემეხედა რა და ყველანაირი გადმოსახედიდან საიდანაც არ ვცადე, მოკლედ, მაინც ქართული კინო დარჩა ჩემთვის აი ტოპ კინო ზუსტად მაგიტო, რომ თუნდაც იმიტომ რომ უნიჭიერესი რეჟისორები, უნიჭიერესი მსახიობები, მე არ ვარ ისეთი განათლებული და არ მაქვს ისეთი სიტყვების მარაგი, გულწრფელად რო ვთქვა, რომ მე შეიძლება შევაფასო მათი შემოქმედება ეხა ისე როგორც უნდა შეფასდეს რეალურად რა. ჩემი ენით მარტივად და უბრალო ენით ვიტყვი, რომ არ ვიცი, ჩემთვის არის ტოპ კინო იმ გარემოში, იმ შესაძლებლობებით, ტექნიკური მხარეც ხო უნდა დავიწყოთ, მაშინ კინოს გადაღება ძალიან რთული ამბავი იყო, ტექნიკურადაც ხო? ანუ ეხლა რო უცებ დააყენებ კამერას, გაანათებ მიკროფონს გასწორებ. ანუ ძალიან მარტივ მაგალითს მოვყვები და ჩემი აზრით მათ ნათქვამია ყველაფერი, სულ მახსენდება ჩვენი პირველი მხატვრული ფილმი, რაც გადავიღეთ, ეს იყო ქრისტინე. და ლუმიერების ჩვენებიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალევე გადავიღეთ. ნუ პირველი იყო აკაკის მოგზაურობა, ჭუმში და იყო დოკუმენტური და უკვე მალევე გაკეთდა თუ არ ვცდები 12 წელს თუ 14 წელს უკვე გაკეთდა ქრისტინე და ქრისტინე იმ სცენარით, იმ მოცემულობით, იმ ნამუშევრით რაც არის ხო საბოლოოდ და იმ შესაძლებლობებით, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ რაც გაგვაჩნდა ქართველებს, ხო ფაქტობრივად რესურსიც ხო რესურსის ფონზე და ერთი წელი იყო ლუმიერების ჩვენებიდან გასული, ეგ ნიშნავს რომ აი საერთოდ აზრზე ვერ უნდა ყოფილიყავით, თუმცა იმდენად დიდი კულტურა გქონდა თეატრის და ზოგადად დადგმის და სცენარის და წერის რა კულტურულად ქართველებს, რომ მოვახერხეთ ესე მალე ამის გადაღება და ჩემთვის აი მართლა ერთ-ერთი შთამბეჭდავი ამბავია ეგ, რომ ჩვენ ესეთმა პატარა ქვეყანამ ასე მალე მოვახერხეთ, ანუ ესეთი ახალი და თანამედროვე მართლა სამყაროსთვის რაღაცა სიგიჟე გაცოცხლებული ტელევიზორში გაცოცხლებული ამბისთვის ესე მალე აგვეწყო ფეხი და ესე ხარისხიანად, იმიტომ რომ ხა და საზღვრებს იქითაც რომ გავედით. კი, წარმოუდგენელია რომ ვუყუროთ ქრისტინეს ეხლაც ამ ეპოქაშიც და შეხედო და აი რაღაცა ვერ იგრძნო რომ რაღაც საფრანგეთის, ამერიკის, გერმანიის და იმ ქვეყნების გვერდით გახარ, სადაც კინო გაჩნდა ზოგადად რა. ამას გრძნო. და აქედან გამომდინარე ხო კინო როცა გიყვარს, ან კინოს როცა ქმნიან, როცა მონაწილეობ და ჩვენ მონაწილეობთ გვინდა არ გვინდა, იმიტომ რომ თუნდაც გახმოვანება ეს მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ, არ ვითამაშოთ კინოში და არ წეროთ მასზე. სუნდა გვახსოვდეს, რომ აქ დიდი ისტორია რა ჩვენ კინოს და აქედან გამომდინარე არის, რომ აი ლაშარასაც ამბობდა, გვაქვს ის ფილმები, რომლებიც ძალიან ბევრ მაგარ ევროპულ ფილმს არ ჩამორჩება. არ არის ჩემთვის ბევრადაც ჯობია. ესე არის კი. თავისი სათქმელი, თავისი შინაარსით, თავისი თამაშით, არ ვიცი. ეხლა იმაზე ვლაპარაკობდით, ცისფერ თებზე ვლაპარაკობდით და ჯანი, ლალალი ამას ამოვჭრი. არა მოჭრი. არა, ამოვჭრი აუცილებლად. მოკლედ, ხო, ეხა პატარა გაწყვეტა იყო, იმიტომ რომ მე ძალიან დამახველა აკუბარდია სტუდია რო არ გამოგხსლო და ამოვჭერით ეს ყველაფერი. და რო გავაგრძელოთ, ხო, ლაპარაკობდით ცისფერ მთებზე და სესილია თაყაიშვილის მაგალითად ბოლო როლი არის მან ნათამაშები. უკვე ძალიან მოხუცი რო იყო. ხო, არ მეშლება? არ ვიცი, შეიძლება გეშლება. კი, ბოლო როლი არის, ანუ ბოლო როლია მანდ თუ პრეზენტაცია, ანუ მაშინ ნატვისხეში. მე ნატვისხეში მგონია ბოლო როლი. ხო, ანუ შეიძლება ბოლო როლი არ არის, მაგრამ როდესაც გამოვიდა ეს ფილმი, ძალიან მალევე გარდაიცვალა, მოკლედ, როგორც ვიცი. ნატვისხეში არის თუ არ ვცდები ბოლო როლი, ძალიან მოხუცია. ისტორიას ვისმენდი, ეს ვიდეო შემხვდა და ისტორიას ვისმენდი, ელდარი რო შეეხმიანა, მოკლედ ამ ფილმთან დაკავშირებით სესილიას რო ქონდა, რომ რას ამბობ, სადღა შემიძლია მე თამაშიო და სცენარი რო გადაუგზავნა, მეორე დღესვე რო დაურეკა, მოკლედ და დათანხმდა და როგორც ვიცი, იმ ვიდეოდან გამომდინარე, რასაც ვუყურე, როგორც ვიცი, კადრებსაც, ანუ წინასწარ ამზადებდნენ, განათებებსაც წინასწარ ამზადებდნენ, რომ ქალბატონ სესილიას მარტივად შეძლებოდა უფრო იქ რეპეტიციებს ხო გადიოდნენ და აი იმ დღეს მე ვიდეო შემხვდა ფრანგული მომენტი რო არის ის რომ შედიან ჭერის ბონჟურ
აღარ მახსოვს იმის სახე, აი, საოცარი მომენტებია მოკლედ რა და ძალიან მაგარია. ხო, გარდა იმისა, რომ თვითონ ძალიან უნიკალურია, ძალიან ცენზურების მიუხედავად აი ესე გაეპარათ ის მთელი ამბავი, სადაც აი მოთხრობილი არის მთელი საბჭოთა კავშირის აბსურდია. ამბავი, კი. ისე მაგაში ვართ რეალურად და ძალიან ხშირად ტრიალებთ ჩვენ მაგაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამწუხაროდ ხშირად უბრუნდებით ხოლმე მაგ მოცემულობებს, ესე ხდება. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ესეთი თემები მოგვიტანე. ესეთი ამბები გველაპარაკე. სხვათა შორის ხო ეგ უნდა ეგ დამოვიწყო. უნდა ვახსენოთ რომ რადგან ახლა ქართულ კინოზე ვსაუბრობთ, სადაც ჩვენ დღეს ვწერთ, რომელ სახლშიც ვიმყოფებით, ამ სახლში არის გადაღებული მონანიება. არა, რა მონანიება? მონანიება. გარიგება. თავიდან კრაციგიჟი. და იქ სადაც ვზივარ ლიფტი იყო. ხო, მოიცა ერთ წუთი თავიდან ვტყო. ხო, სხვათა შორის, რადგან ახლა ქართულ ფილმებზე ვლაპარაკობთ და რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა ვთქვა, რომ ამ სახლში, სადაც დღეს ჩვენ პოდკასტს ვიღებთ, არის გადაღებული ფილმი, ქართული ფილმი გარიგება. აი, ლიფტის სცენა რო არის, თუ იცი ლიფტი რო აქვს სახლში, მაროს და მიტოს ამბავი. სადაც მაგ ადგილას აი ადგილაში საჩენზე ხარ აქ დადიოდა ის ლიფტი იქ რა ჩანს, ხა. ასე რომ ერთ-ერთ რაღაც ისეთ ადგილას უწერთ ამ საოცარ ადგილას უწერ ხო. ეგეც საოცარი ფილმი არის გარიგება. დამთხოვებია. საოცარი ემოციები კინოს ქართული კინოს სული თაგვები გარიგება ორი ხო გადაიღო ორი ხა. და მან გავახმოვანე, გადავახმოვანე ის გოგო რაგბისტი გოგო რო არის. ხო. გადავახმოვანე, იმიტომ რომ მაგ გოგოს ძალიან თავის ფიზიკურ მონაცემებთან შედარებით ძალიან წვრილი და ხაჭე ნაზი ხმა აქვს. არ უნდა ყოფილიყო. დაჭირდათ შენი ხავერდოვანი კაცრი ხმა. აუცილებელი იყო რომ გამეხმოვანე. ხო და ეხა შენი კაცრი ხავერდოვანი და არ ვიტყოდი ხა ჩვენ რო ვიყოთ მხოლოდ და კამერები არ იყოთ ვიტყოდი როგორი ხმით. მითხარი. გიშტებით ციკო შენ. გითხარით. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. იმიტომ რომ ამას ტოვებს არქივს ყველა ჩვენი სტუმარი. არქივს ვინახავთ და შემდეგ მე. შენი ლამაზი ხმით ხავერდი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. კიდე ერთხელ გითხარი. voice-over-ების. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ძალიან დიდი მადლობა ნინო. აურა კარგი იყო. ძალიან კარგი იყო. მოკლედ, ერთი სიტყვით მე მგონი ძალიან კაი ეპიზოდი გამოგვივიდა. ხო, რა სიტყვი შენ მოგეწონა ჩვენთან მოხვალ ხოლმე? საოცარი ბავშვები ხართ. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძვირფასად ვარ, აქ ვინო მელოდება. კი. კარგი, ჩაციებული, ცივი, კაი რეიხები მივაყოლოთ. კაი კრისპები. კრისპები, გადასარევი. გაიხარეთ. ბუხარით შეგვიძლია ავანთოთ რა საღამოს. შეგეთი ამინდია და წადით შეგვიძლია. კაი, ეგენი მერე. მოკლედ, ნინ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ესეთი ძალიან კარგი გოგო ხარ. ჩვენთან ერთად იყავი და მართლა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რა თემებიც მოგვიტანე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ ვილაპარაკეთ. მგონია რომ აი რაღაცა სიმბოლურია, რომ აქამდე ქართულ კინოზე ესე ვრცლა და არასდროს არ გვისაუბრია და სიმბოლურია, რომ შენთან ერთად მოხდა ეგ კომუნიკაცია პირველად, რადგან ასეთი ბებოს შვილი ხარ და თან ამინდიც ესე დაემთხვა, სახლიც დაემთხვა, ბევრი რაღაცები დაემთხვა და მგონია რომ ხო ჩვენი მაყურებელიც ძალიან ისიამონებს ამ ეპიზოდით, რას ფიქრობ შენ? აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს. ძალიან და წარმატებები თქვენ. ხო, აქვე სანამ დავამშვიდობებით, მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს და ნინა რომ შენც მათ შორის, რომ ჩვენი მეგობარი არის Movieverse Facebook გვერდი, რომელზეც გაიგებთ კინოსა და სერიალებზე ძალიან ბევრ სიახლეებს, ასე რომ გამოიწერეთ, ემეგობრეთ voice-over-ებზეც. კი, და ასე შემდეგ. ეხლა უკვე შეგიძლია ჩამოთვალო შენ დიდი მადლობები, აბა? ჩემი. კარგი, ლაშას ტრადიციული დამშვიდობება. მადლობა მაყურებელს. ციკო მადლობა შენ, ნინანო მადლობა შენ, მადლობა ყველას. შემდეგ პოდკასტამდე. ნახვამდის.